როცა ქვეყანას უჭირს, უნდა იპოვო რაღაც გამოსავალი. როცა ძალიან გაუჭირდა მე-18 საუკუნეში ქვეყანას ერეკლემ იპოვა ის გამოსავალი, რომ ჩამოაყალიბა მორიგე ჯარი, ფეოდალური ლაშქარი. და რაღაცა პერიოდულობით ყველა გლეხი, ყველა ყმა და აზნაური ვალდებული იყო გამოსულიყო ქვეყნისთვის და დაეცვა ქვეყანა. მაშინ ეს ერთგვარი შვება აღმოჩნდა ქართლისა და კახეთისთვის. ვინაიდან გამუდმებული ლეკთა არეში ცალკეული ბანდფორმირებები ხალხს მოსვანებას არ აძლევდა. ფიზიკურად იტაცებდნენ ბავშვებს, ქალებს, ჟანგონიცავსე ახალგაზრდობას, საქონელს, ძარცობდნენ ხალხს და ქვეყანა კი არ ვითარდებოდა, უკან მიდიოდა. შეგვიძლია ჩვენც ასეთი რამ გავაკეთოთ, რომ პერიოდულად ერთი დღე ვაჩუქოთ ჩვენს ქვეყანას. უბრალოდ ერთი დღე ვაჩუქოთ ქვეყანას და რაღაც გავაკეთოთ მისთვის. ეს არაფერია. უბრალოდ დროშა აღმართით, მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის мотиваცია აღმოჩნდეს შემთხვევით, რომ მანაც იგივე გააკეთოს, ან ცოტა მეტი რომ მივიდეს და დაასუფთავოს. ან მივიდეს და რაღაცა ის წარწერები წაუშალოს. რაღაცა ხელი გაატოკოს ქვეყნისთვის. ეს არის მთელი мотиваცია.